Saumშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით ყველას გილოცავთ ევრონეულის სულთმოფენობას გილოცავთ აჭარაში მოწამე დედათა და მამათა სცენების დღეს საოცარია და სიმბოლურია დღე და ჩვენი საუბრის თემას აჭარას ეხება მადლობა მინდა გადავხადო ყველას მოწვევისათვის მადლაც ისე ამას დამთხოვას ვერ ვიტყვით ისნი არ ყოფილიყო რამდენად ესე არ მოხდებოდა და დღეს დავად აჭარის წმინდანებმა ინება ალბათ რომ ესე ყოფილიყო მადლობა უფალს ამისათვის რომ ჩვენი ესე ვთქვათ საუბარი ერთ-ერთ განსაკუთრებულ გამორჩეულ კუთხეს აჭარას ეხება, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით ხასიათდებოდა და თავისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარეც ძალიან მძიმე წარსული როგორც საქართველოს ზოგადად, ასევე ამ ჩვენ კუთხეს განსაკუთრებულად მძიმე ისტორიული ბედი ხვდა წილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქმა უნდა, აქაულმა ქართველობამ ღირსეულად გაიარა ბევრი ისტორიული გამოსთა და ღვთისმადლობითა და მადლით დღემდე როგორც ტრადიციები, ასევე სარწმუნოება დღემდე ასე ვთქვათ მოიტანა საოცარი სიტყვები აქვს პატრიარქ ილიას ნათქვამი აჭარასთან დაკავშირებით, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს უნდა მოაქციოს აჭარა უნდა მოაქციოს საქართველოს, რადგანაც მთელი საქართველოს გაქრისტიანება სწორედ ამ კუთხიდან დაიწყო. ვიცით კარგად, რომ ისტორიულად წმინდა ანდრია მოციქული რამოდენიმეჯერ სწორედ ამ კუთხიდან შემოვიდა საქართველოში და პირველი ნათელი, ასე ვთქვათ, ქრისტეს ნათელი საქართველოს სწორედ ამ კუთხიდან მოეფინა. დღემდე შემორჩენილი ისტორიული ტოპონიმები აჭარაში ამაზე მეტყველებს, რომ ბევრი ისტორიული მკვლევარი ადასტურებს ამას, რომ მთელ საქართველოში არ არის იმდენი ტოპონიმიკა ქრისტიანული, როგორც აჭარაში არის განსაკუთრებულად. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც ამ კუთხის მაცხოვრებლებისთვის, რა თქმა უნდა, საამაყოცა და თავისთავად გარკვეული პასუხისმგებლობაცაა. ერთგვარი უდიდესი პასუხისმგებლობა არის ისიც, რომ ჩვენს კუთხეში არის მოციქულ მატათას საფლავი, რომელიც გონიოს ციხეშია ისტორიული, ასე ვთქვათ, მინიშნებით, ისტორიული წყაროები და მინიშნებით, სადაც არის ნიში აღმართული, სადაც ყოველწლიურად მატათა მოციქულის სცენების დღეს ჩვენ განსაკუთრებულად აღნიშნავთ, მშლელობით აღნიშნავთ ქალაქიდან, აზრებიდან მოწმეები მივიმართებით მატათა მოციქულის საფლავისაგან, სადაც აღესრულება ღია ცისკრის წირვა. სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა, რომ ეს ძალიან სამწუხარო, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ აშენდეს მცირე ტაძარი მაინც მოციქულის სახელზე და ამაზე, ასე ვთქვათ, გარკვეული ეტაპები გავლილი არის და უფლის ძალებითა და შეწევლით ალბათ მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ნამდვილად ჩვენ უამრავი, ასე ვთქვათ, ადგილები ვიცით მართლმადიდებელ სივრცეში, სადაც მოციქულის წმინდა ნაწილები არის და უდიდესი ტაძრები არის აშენებული,
ჩვენ გვაქვს მოციქულის საფლავი და სამწუხაროდ არ გვაქვს ეკლესია, სადაც არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, რომ ყველა მოწმე მივიდეს და შესაბამისი პატივი მიიღოს მოციქულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა ამ კუთხითაც სამწუხაროდ აჭარა ზოგადად წარმოდგენია როგორც ტურისტული კუთხე და არა როგორც სხვა დანიშნულების მქონე კუთხე, არადა ძალიან ბევრი სიწმინდე არის, წმინდა ადგილი არის. ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც ვიცით, სადაც აწამეს ლაზი მოწამეები. ამათი ხსენების დღე ცალკე არის. ადგილს იმ მდინარეს კალენდელი, სისხლიანი მდინარე ეწოდება კალენდელი. როგორც გითხარით, დღეს სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის კურთხევით და სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა აჭარაში მოწყვეტილ მამათა და დედათა ხსენება, რომელიც აუალებელია, ძალიან მძიმე და ტრაგიკული პერიოდი გამოიარა აჭარა, თურქობის პერიოდი. და რა თქმა უნდა, აჭარის გამოსვლება მოხდა ეტაპობრივად, ეს არ ყოფილა უცებ, მაგრამ ძალიან მიზანმიმართულად ხდებოდა, ასე ვთქვათ, გამოსვლება აჭარისა. სხვადასხვა ეტაპები არის. ერთ-ერთი ეტაპი იყო, რომ ერთგვარად თავადაზნაურობას აძლევდნენ ძალიან დიდ საშუალებებს, სთავაზობდნენ ძალიან დიდ თანამდებობებს, ამით ცდილობდნენ, რომ ასე ვთქვათ, გადაებირებინათ. მეორე ეტაპი იყო ძალიან დიდი გადასახადები ქრისტიანობისთვის, განსაკუთრებით ამ მძიმე და სიდუხჭირემ განაპირობა, რომ ბევრი გვარი აჭარიდან, ასე ვთქვათ, ამას ასე ვთქვათ, თურქი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრი სოფლები დაიცალა. ამ ძალიან მძიმე გადასახადების შედეგად, რომ ვეღარ იხდიდნენ და არც უნდათ, რომ გამოსლიმანებულიყვნენ. ამის გამო ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ბევრი სოფელი დაიცალა ამის გამო. და მესამე ეტაპი არის პირდაპირ, ესე ვთქვათ, აგრესია და მოთხოვნა სარწმუნოების შეცვლისა. და ასე ვთქვათ, ამ ეტაპსაც გარკვეული დრო ჰქონდა, იმიტომ რომ ფაქტიურად მე-16 საუკუნის და მე-17 საუკუნის და მე-18 საუკუნის დასაწყისამდე, ასე ვთქვათ, მიდიოდა ეს ეტაპობრივი გამოსლიმანება აჭარელი მოსახლეობისა. უამრავი ფაქტი არის, რა თქმა უნდა, როდესაც სულ რაღაც უმნიშვნელო საკითხებზეც, სხვათა შორის ზაქარია ჭიჭინაძეს ძალიან დიდი ნაშრომი აქვს აჭარის გამოსლიმანებასთან დაკავშირებით და აქ არის ცოცხალი ფაქტები მოთხრობილი მოსახლეობიდან, თვითონ შემორჩენილი ისტორიები, რომლებიც საშინელი, ასე ვთქვათ, ფაქტებით არის სავსე. ეს გამოც აქავნო მოსახლეობამ ძალიან დიდი განჯვაწავება განიცადა. ასევე ფაქტი, ასე ვთქვათ, ერთგვარი გამოსლიმანებისა თითქოს ეს სანახაობითი იყო, რომ იმედი ჰქონდათ ეკავრებს, რომ ერთი იმედი იმით მიეცათ, თუ ჩვენ დავანახებთ ხალხსო, ჩვენ გამოსლიმანდებით, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, ჯარი ისინი გაიყვანონ ჩვენი კუთხიდან, რაც გარკვეულ პერიოდი მართლაც მოხდა. და ისინი დასანახად ღებულობდნენ მუსლიმანობას, მაგრამ ფარული ქრისტიანები იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი წმინდანი გახლავთ თევდორე აჭარელი, რომელიც არ არის დიდი ხანი, რაც წმინდათა დასში შეირაცხა. მე ვფიქრ დიმიტრიმ შეაგროვა ცნობები ამის შესახებ და წარადგინა სინოდის კრებაზე.
და მიღებული იქნა ის წმინდათა დასში, რომელმაც ადამიანი, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო და აი ამ შუა გამუსლიმანების პერიოდში ის მიდიოდა ათონის მთაზე, გადაწყვეტა ათონის მთაზე და გზა ქადაგებდა, თურქეთში ქადაგებდა ქრისტიანობას და ქადაგების გამო მოწამე გახდა, ქრისტიანობის ქადაგების გამო ეწამა თურქეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ისტორიული ფაქტი სამწუხაროდ დეტალებში არა გვაქვს ჩვენ და წაშლილი არის მონათხრობები ცოცხალი ადამიანების, რომლებიც რა თქმა უნდა ტრადიციულად იმ ოჯახებიდან იყვნენ, რომელმაც აი ამ ოჯახებმა ძალიან დიდი ტრაგედია საკუთარ თავზე განიცადეს. არის ასეთი ზემოთიან აჭარაში ერთ-ერთ სოფელში, როდესაც ხდებოდა მოთხოვნა გამუსლიმანებისა, თურქეთიდან ჩამოსული, ესე ვთქვათ, ხოჯები ბრალს უყენებდნენ მოსახლეობას, რომ ისინი ღორის ხორცს ჭამდნენ და ღვინოს წურავდნენ და ეზიარებოდნენ. ეს იყო ბრალდება სოფლის მოსახლეობისა, მათ შორის სასულიერო პირი, რომელიც ერისკაცის ფორმაში იყო, იქნა დაჭერილი და იქნა გასამართლებული და რა თქმა უნდა პირდაპირ სასჯელის ფორმა იყო სიკვდილით დასჯა. ერთ-ერთი სოფლის მკვიდრნი ისე იყო, რომ როდესაც უარი თქვეს გამუსლიმანებაზე, მაშინ აჭარის წყალი ადიდებული იყო და უთხრეს, რომ ვინც გადავა მეორე ნაპირზეო და ეს იყო ჭოროხისა და აჭარის წყლის შესართავთან, სადაც ორი მდინარე, ორი ადიდებული მდინარე, ესე ვთქვათ, ერთმანეთს უერთდება და ძალიან მცირედმა ფაქტიურად 50 კომლიანი სოფლიდან 5 კომმა და გადავიდა, ასე ვთქვათ, მუსლიმანობაზე, დანარჩენი ყველა შევიდა მდინარის, რომელიც მეორე ნაპირზე არ გასულა და ისე აღესრულა. უამრავი ფაქტი არის ასეთი, რომელიც აი ძალიან კარგი ნაშრომი აქვს ზაქარია ჭიჭინაძეს, რომელიც საოცარი ამბები არის იქ მოყოლილი, ზოგი, რა თქმა უნდა, უკვე გამუსლიმანებული ადამიანები ქართველებისაგან, რომელიც თითქოს ასე ვთქვათ, თავის მონათხრობში ამბობს, რომ რასულელები იყვენო ჩვენი წინაპრებიო, ღორის ხორცის ჭამის გამო, ასე ვთქვათ, თავ მოაკლებინესო სიცოცხლე წაართმევინეს. სამწუხაროდ ესეთი ფაქტებიც არის, თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია სამწუხაროდ არის სავსე ადამიანებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, დროებას აყვნენ და ამ დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მთავარი ღირებულებები დაავიწყდათ იმათ, მაგრამ რაც მთავარი და რაც მნიშვნელოვანი არის, აჭარამ თავისი იდენტობა არ დაკარგა, აჭარამ არ დაკარგა თავისი, ესე ვთქვათ, ქართული წარმომავლობა, ენა, წესები, ჩვეულებები, ტრადიცია, რომელიც დღემდე, ესე ვთქვათ, ჯერ ფარული ქრისტიანების ხელში, ასე ვთქვათ, ინახებოდა, შემდგომ უკვე ეს ტრადიცია იმდენად დარჩა, ასე ვთქვათ, მუსლიმანურ წესშიც, რომ თავისთავად შესის ხორცს, ამიტომ ქართველი კაცი თავის ქართველობას, რა თქმა უნდა, არ იშლიდა და უამრავი ფაქტი არსებობდა, როდესაც თვით, ასე ვთქვათ, ხოჯა ღვინოს წურავდა, იმიტომ რომ თვითონ შეიძლება არ სვამდა, მაგრამ სტუმარი რომ მოვა, აუცილებლად უნდა გაუმასპინძლეო მასო და ამიტომ ყოველთვის ჰქონდა. ეს არაერთი ფაქტი არსებობს ამისა, თუნდაც ხშირად, ესე ვთქვათ, ფარული ქრისტიანები დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ ხოლმე ნატაძრალ ადგილებთან, იმიტომ რომ ძირითადად ფაქტიურად უმეტესობა ძველი ტაძრებისა
იქნა იავარქმნილი, დანგრეული, ან გადაკეთებული უკვე სხვა ასე ვთქვათ დაწესებულებად, მაგრამ აქაც ქართველებმა გამოიჩინეს რაღაც განსაკუთრებული მიდგომა საკითხთან, რომ დღემდე დაცული, ესე ვთქვათ, შენობის ნაწილებზე ჩვენ ვნახავთ, რომ საოცარი სიზუსტით არის გამოსახული ჯვრები, ორნამენტები, ქართული ორნამენტები, რომლებიც იყო მეჩეთის შენობაზე გამოსახული. რაც წარმოუდგენელია ხო ახლა ვაზი, ჯვარი, ესეთი რაღაცები სხვაგან არ ხდებოდა და ხოლო დაჭერაში არის ესეთი სახით შემონახული. ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, რომ მათ შინაგანად ფარული ქრისტიანობის მომენტები ჰქონდათ და შეიძლება ისე აშკარად არ აღიარებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღესასწაულებს, ქრისტიანულ დღესასწაულებს არ გამოტოვებდნენ და ყველა სახლში იყო განსაკუთრებული ადგილი, სადაც ინახებოდა ძველი ხატები, ჯვრები, სალოცავი წიგნები და ეს ვთქვათ, თაობიდან თაობას ასე ჩუმად ფარულად გადაეცემოდა და დღემდე შემონახულია ბევრი რამ. რამაც განაპირობა ის, რომ როდესაც უკვე დადგა ჟამი, ასე ვთქვათ, აღიარებისა და არავინ არ ზღუდავდა მათ ამ აღიარებაში, ფაქტიურად ყველანი უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც აი ამ ერთგულებითა და სიყვარულით იყო გამშვალული სარწმუნოების მიმართ, რა თქმა უნდა, დაუბრუნდა იმ სათავეს, რომელიც სათავეც, რა თქმა უნდა, ქრისტედან იწყებოდა და ქრისტიანობიდან იწყებოდა. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ისტორიული ქარტეყილები 19 საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ადრე 29-30-იან წლებში პირველი რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც საქართველო უკვე ფაქტურად იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, იყო საშუალება, რომ მაშინ დაბრუნებოდა აჭარა დედა საქართველოს, მაგრამ სამწუხაროდ რუსი მაღალჩინოსნების ძალიან გაუთვალისწინებელმა და ძალიან მძიმე შესტომამ ეს ფაქტიურად მაშინ რუსეთის იმპერიის ჯარში 70,000-მდე ქართველი იბრძოდა, იმიტომ რომ იყო საშუალება იმისა, რომ აჭარა შემოერთებოდა საქართველოს და მართლაც მივიდა, ზავამდე მივიდა ხელშეკრულება და მოწერილი იყო ხელი და რატომაც ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ლუკა აერიათ და ჩოლოქი და ჭოროხი აერიათ ერთმანეთში რუსულად ერთად გამოითქმებოდნენ და სხვა ჩაწერეს შიგნით, რატომ შესთომას შემდგომ გვიან მიხვდნენ, გვიან ერთი-ორი დღის მერე მიხვდნენ, რომ თურმე ჭოროხის ნაცვლად ჩოლოქი ჩაწერეს და ეს გარკვეული მთელი აჭარა ისევე თურქების ხელში ისე თავისუფლად გადავიდა, რაც ბრძოლის მოიპოვეს, ფაქტიურად ისე დაკარგეს, ისევ ასე ერთი ხელმოწერით დამთავრდა ისევ აჭარის, თორე მთელი აჭარა ელოდებოდა ამას, იმიტომ რომ თურქები აშინებდნენ აქავე მოსახლეობას, თითქოს და რუსეთი უფრო მეტ, ასე ვთქვათ, აგრესიას გამოიჩენდა უკვე მუსლიმანი ქართველების მიმართ და ძალით გადაიყვანდა ქრისტიანობაზე, ამით აშინებდნენ მათ და მაგრამ მიუხედავად ამისა, არის უამრავი ჩანაწერები, სადაც ამბობდნენ, რომ თურქებთან ყოფნას ისევ ქართულ ჩემს მამულთან ერთად ყოფნა მიჩნევ, თუნდა იყოს რუსეთის ხელში. ამის შემდგომ უკვე 78 წელში, როდესაც მეორე ისე ვთქვათ, დიდი ბრძოლა მოხდა რუსეთ-თურქეთის ომის სახით,
მხოლოდ მაშინ მოხდა ასე ვთქვათ აჭარის დაბრუნება დედა სამშობლოსთან და ამის შემდგომ იწყება უკვე ახალი ეტაპი აჭარის ცხოვრებაში და კერძოდ ბათუმი განსაკუთრებულად დიდ როლს იძენს და ხდება ევროპაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქი იმ დროისათვის თავისი ეკონომიური მდგომარეობითაც, იმიტომ რომ იმ დროინდელი მთავარი ესე ვთქვათ კაპიტალისტური უამრავი წარმოება, მნიშვნელოვანი წარმოება და განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი წარმოება თავს იყრის აჭარაში და კერძოდ ბათუმში და ბათუმი ერთ-ერთი ცენტრი ხდება, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება და გარკვეული 10 წლის განმავლობაში ეს პორტო ფრანკოს სახელით ცნობილი არის, თავისუფალი ეკონომიური ზონა არის იმ დროისათვის, სადაც უკვე ბათუმში არა მარტო ევროპიდან, არამედ აზიიდანაც უამრავი ადამიანი ესე ვთქვათ იწყებს ესე ვთქვათ შემოსვლას და ახლა უკვე დგება ის მომენტი, როდესაც ბათუმში, კერძოდ ბათუმში უფრო მეტი უცხოელი მოსახლეობა ვიდრე ქართული. ფაქტიურად ქალაქის ცენტრში ქართული მოსახლეობისთვის ადგილი არ იყო. და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც მოიხსენებოდა როგორც ესე ვთქვათ იმერლების ცალკე, გურულების ცალკე, სამეგრელოდან ჩამოსული ესე დაყოფილად ყავდა ესე ვთქვათ მაინც რუსეთის იმპერიას, იმიტომ რომ მისთვის აჭარის ესე ვთქვათ ნაწარმი რომ მის შემადგენლობაში ყოფილიყო ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუ კიდევ ესე ვთქვათ მეტად დაშლიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებად ეს რა თქმა უნდა ხელს მიცემდა მას რომ ქართველები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ისე ყოფილიყვნენ ყოველთვის დაცალცაგებული და ამით რა თქმა უნდა მეც შედეგს თვითონ მიიღებდა რა. რუსეთი აუქმებს ესე ვთქვათ ამ თავისუფალ ეკონომიურ ზონას აჭარაში და ამის შემდგომ იწყება უკვე გარკვეული სხვა ბრძოლა თუ ვინ გახდებოდა ესე ვთქვათ ქალაქის მმართველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბათუმის ცხოვრებაში არის აჭარის და ბათუმის თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ძალიან დიდი როლი ითამაშა რამდენიმე პიროვნებამ და მათ შორის ილია ჭავჭავაძემ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რომ ასე ვთქვათ ბათუმს თავისი საკრებულო ყოლოდა ქართველი მმართველი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რომ ბათუმი ისევ ასე ვთქვათ ქართულ ქალაქად ჩამოყალიბებულიყო, იმიტომ რომ აქ როგორც გითხარით, რომ უამრავი აი ამ თავისუფალი ეკონომიური ზონის დროს ფაქტიურად ინტერნაციონალური ქალაქი გახდა ბათუმი და გარკვეული წილი, მეტი წილი, ძალიან დიდი შემოდინება იყო სომხეთიდან და სომხებს პრეტენზიაც კი ჰქონდათ, რომ იმისა, რომ ქალაქის მერი ან სომეხი ან რუსი ყოფილიყო, თორემ რა წოდათ ქართველი და ამაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ბერძნებისათვის, რომელმაც ხარი დაუჭირეს ლუკა ასათიანს, რომელიც პირველი მერი გახდა ბათუმის, რომელსაც დავით კლდიაშვილმა, გრიგოლ ლვოვსკიმ და ივან მესხმა მუხზე დაჩოქილი თხოვა, რომელიც გახდათ ქუთაისის მერი და უკვე ხანში შესული იყო და უარს ამბობდა თავიდან და ახლა ილია ჭავჭავაძემ თხოვა
უარი ვერ უთხრა ილიას და მიიღო მონაწილეობა პირველ არჩევნებში, ქალაქის მერის არჩევნებში და თავისთავად ილიას ისტორიული ფაქტია, რომ ილია თავად იდგა არჩევნების ხუთთან და თვალსადევნებდაო რამდენიმე შეურაცხყოფაც კი მიაყენესო ილია ჭავჭავაძესო და გრიგოლი ბოსკმა საოცარი პიროვნება იყო, პოლონელი პიროვნება, ექიმი კაცი, რომელმაც ძალიან ფასდაუდებელი ამაგი დაძდო ჩვენს ქალაქს და სამწუხაროდ მისი საფლავი არის დაკარგული. რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პიროვნებების, ასე ვთქვათ, სახელები და მისი მათი მოღვაწეობა ჯერ უნდა იქნეს შეფასებული. და თუ კი რამ დღეს აჭარაში, ესე იგი, მნიშვნელოვანი შენობა არის აშენებული, განსაკუთრებული და ბათუმის სახეს წარმოადგენს, სწორედ ლუკა ასათიანის პერიოდში იქნა აშენებული და თავად ლუკა ასათიანი ხელმძღვანელობდა ბევრი შენობის მშენებლობასაც, მოწყობასაც, მაგალითად ქალაქის მერიის ძველი შენობა, რომელიც დღესაც მერია არის, თვითონ ხელმძღვანელობდა ყველა ოთახის რემონტს და მოხატვას და ფასდაუდებელი, რა თქმა უნდა, საქმე გაუკეთა ამ ადამიანმა. რაც შეეხება აი ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ტაძარი და მათ შორის ერთ-ერთი უძველესი, რომელიც დღემდე შემორჩენილი არის ტაძარი, რომელიც ბერძნების სათვისტომოს, ესე ვთქვათ, თაოსნობით აშენდეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ძველ ბათუმში, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო მშენებლობა მისი და იმ პირობით დართო სულთანმა ჯერ კიდევ მაშინ, ესე ვთქვათ, თურქების ბატონობის პერიოდი იყო აჭარაში, იმ პირობით დართო ტაძრის აშენების უფლება, რომ ზარი არ დაირეკებოდა ამ ტაძარში მსახურებაზე. და გითხრათ, რომ პირველი, როდესაც გათავისუფლდა აჭარა თურქების ბატონობისაგან, ზუსტად ამ ტაძრის ზარებმა აუწყა აჭარას გათავისუფლება თურქების ბატონობისაგან, ამ ტაძარში ირეკებოდა ზარები. ასევე რამოდენიმე ტაძარი გახდათ ქალაქის ცენტრში, მათ შორის ყველაზე დიდი ტაძარი იყო უსულის სობორო, რომელიც ეს არის ტურისტების, ასე ვთქვათ, კომუნისტების დროს დაინგრეს ტაძარი, აფეთქეს კომუნისტებმა, ძალიან უდიდესი ტაძარი იყო, 4 გუმბათოვანი დიდი ტაძარი, რომელიც დაინგრა, მის ადგილზე დღეს სასტუმრო ინტურისტი არის აშენებული. მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი აჭარაში და ერთგვარი მომენტი ისევ, რა თქმა უნდა, თურქების დაბრუნებისა აჭარაში მათ მიეცათ, ესე ვთქვათ, ერთგვარი ძალა. თურქეთი არასდროს არ თმობს თავის, ესე ვთქვათ, მოპოვებულ ტერიტორიებს, დღემდე აქვს პრეტენზია და სურვილი იმისა, რომ ამას კი არის მეზობელი სახელმწიფო, მაგრამ არც მალავს თავის მიზნებს და ისე აცხადებს დიდი, ესე ვთქვათ, ოსმალური იმპერიის საზღვრების ფარგლებს ყველგან და ყველასთან მიმართებაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთან დამოკიდებულებაში და აჭარასთან დამოკიდებულებაში დღემდე, ესე ვთქვათ, ცდილობს განახორციელოს ფარული ანექსია, რაც გამოიხატება ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, საშუალებების შემოდინებით, რომელთაც ცდილობენ, რომ ზემო სოფლებიდან, აჭარის სოფლებიდან ისევ გაჭირვებული ოჯახები დაინტერესონ, ასე ვთქვათ, ისლამის შესწავლით და გარკვეულწილად
მიხავთ თურქეთში სასწავლებლად, პროფესიაც ასწავლიან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს ბავშვები გადიან ყურან კურსებს და შემდგომ, ისე ვთქვათ, ბრუნდებიან საქართველოში უკვე როგორც მომზადებული სასულიერო პირები, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო არის და ვიმედოვნებ, რომ, რა თქმა უნდა, ამასაც გარკვეული დრო ჭირდება, რომ ზომები ჭირდება სახელმწიფოსაგან, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, სხვაგვარად წარიმართოს. თავარი ის არის, რომ ღვთისმადლითა და წყალობით ბევრი რამ შეიცვალა და ძალიან დიდი სამუშაო სხვადასხვა პერიოდში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სასულიერო პირებმა გასწიეს საჭარაში. განსაკუთრებული არის ჩვენი რაც გარდაცვლილი პატრიარქი ილიას მოღვაწეობა, რომელიც თავდაპირველად მღვდლობით დაიწყო პატრიარქმა ჩვენთან სწორედ ნიკოლოზის ტაძარში მოღვაწეობა და შემდგომ ის გახდა ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი. თავდაპირველად იყო პათხურშემოქმედის ეპარქია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და უკვე როდესაც პატრიარქი გახდა ილია მეორე, შემდგომი ეტაპები ჩვენი, ესე ვთქვათ, ეპარქიის გაზრდის ესეთი იყო, რომ ჯერ იყო ბათუმისა და სხალთის ეპარქია, დღეს უკვე არის ორი ეპარქია ჩვენს კუთხეში, ეს არის ზემო აჭარის, სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ესე იგი ორი ეპისკოპოსი, ეს უკვე ბევრის მთქმელი არის. იქიდან გამომდინარე, თუ რა ეტაპები გაიარა ამ კუთხემ მთელი, ესე ვთქვათ, ამ წლების განმავლობაში და შეუქცევადი პროცესი არის ის, რომ თავისკალებოდ სუფრუნდება მდინარე. ხო, ესეთი რამ და ესე ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით შეიძლება არ მოხდეს, რომ ერთი რელიგიიდან, მუსლიმანობიდან ქრისტიანობაზე გადმოსვლა ესეთი მასშტაბებით ხდებოდეს. ჩვენი პატრიარქ ილიას პერიოდში ჩვენ უამრავი, ესე ვთქვათ, საერთო ნათლობა გვახსოვს, ათასობით ადამიანი მოინათლა. თვით პატრიარქი იყო ათასობით ადამიანის ნათლია და ეს დამოკიდებულება თვითონ პატრიარქთან მიმართებაში ძალიან თბილი იყო ყოველთვის ჩვენი კუთხიდან. პატრიარქსაც ძალიან უყვარდა ჩვენი მხარე, ხშირად სტუმრობდა ხოლმე განსაკუთრებით კი წმინდა ნიკოლოზის ტაძარს, სადაც მას ძალიან მნიშვნელოვანი წლები აქვს გატარებული და საიდანაც დაიწყო მისი მღვდლობა, საიდანაც დაიწყო მისი, ესე ვთქვათ, სასულიერო პირის პირველი ნაბიჯები და გარკვეული მისი დამოკიდებულება აქაურ ქართველებთან, ამ კუთხის შვილებთან, ერთი ასეთი ფაქტი სხვადასხვის წმინდა სევერიანე აჭარელი პერიძე, რომელიც გახდა პატრიარქის ნათლული და საერთოდ ეს გვარი ძალიან ახლოს არის პატრიარქთან, უკვე და პირველი ადამიანი იყო, რომელიც, ესე ვთქვათ, საოცარი სასწაულებით მოვიდა ტაძარში, მას ხასანი ერქვა ის კაცობაში და ისე მოხდა, რომ ერთ დღეს, როდესაც ის წმინდა ნიკოლოზის ტაძართან ჩამოიარა, ორმა ახალგაზრდამ ხელი მოგიდა და შეიყვანა ტაძარში. თანეუბნებოდ, რომ ხასან უნდა მოინათლო. შედაბნეული შევიდა ტაძარში, რომ პირველი ვინც შეხვდა სასულიერო პირი, ეუბნება, რომ აგერ ორმა ახალგაზრდამ შეუყვანა და უნდა მომნათლო აუცილებლად. თუმცა არ იცოდა რაზე შედიოდა. რაზე იყო მისული საერთოდ იმასთან.
ეს სასულიერო პირი მეუბნება რომ აქანი არავინ არ არავდო ვინ მოგეყვანა კიდევ ვინ უნდა დაგიდგესო ნათლიად უთხრე რომ ნათლია მოეყვანა და უცებად მონათლავდა ეს ფაქტი გამეორდა მეორეჯერაც კიდევ ერთხელ ეს ორმა ახალგაზრდამ ხელში ასე აიყვანა და შემოიყვანა ტაძარში და ძალით ხო და ახან არიშლიო მაშინ მოგნათლავ და მონათლა და ეს იყო პატრიარქი მონათლა და მაშინ მღვდელი იყო და თვითონ თავის მოგონებებში ამბობს წმინდა სევერიანე რომ წმინდა გიორგის ხატი მაჩუქა რომელიც როგორც ჩავიკარე და წამოვიღებ მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობა საერთოდ არ იყო კიდე ისეთ ემოციებში ვიყავი რომ ახლოსაც არ იყო რა ხდებოდა ჩემ თავსო ვერ ვაცნობიერებდი მივედიო სახლშიო და მეუღლემ გულისერი ერქვა მეუღლეს გულისერი შეხვდა და რა მოგივიდა სახეზე ფერი არ გადებსო და არ გჭირსო და როარ დაენახავ რომ ხატი მქონდა მოტანილი ავდექიო და ეს ხატი მოვისრულებოს დაშიო ხო და ისე მოხდა რომ წვრილშვილის 6 შვილი ყავდა მას და მარჩენალის როხა დავკარგე ერთი დღე ორი დღე გავიდა და არ მოსულა და ეხლა როგორია მარჩენალის როხის დაკარგვა წვრილშვილის პატრონისთვის მოიხსენებათა და ორი დღის შემდგომ მოდის პიროვნება რომელიც აბა სევერიანის მეუღლეს უძახის ჩემი მეუღლეო გაიგებო და ეს მოდენი და ძროხასო ჩვენს ძროხასო ხო და გულისერიო და მიმართა სახელითო მიმართა თუმცა არის მე ვერ შევბედავდიო ამის გაკეთებას რომ მე მოვიპარეო ეს როხა რა და ვერ შევბედავდიო ამის ასე დაბრუნებოსო მაგრამ ორი დღეა თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა ბიჭი მოდის და შუბსო მადევსო გუზეო და რომ წაიყვანე ეს როხა დაუბრუნე მის პატრონსო რა ესო გავიგეო გადავხდიო ბოსტანშიო მონახე ხატიო გავწმინდეო და საპატიო ადგილზე დავდევიო მის მერეო და მე ყველაფერი მოვუყევიო მეუღლესო რაც მოხდაო ხო და ასეთი სასწაულებით ასე თქვათ დაიწყო მისი პირადი ქრისტიანული ცხოვრება და შემდგომ როდესაც ის მოვიდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ამ ახალგაზრდა ასე თქვათ ბიჭების ვინაობას ეძიებდა ნახა რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები მთავარანგელოზები იყვნენ ხატი როცა ნახა რომ ეს მთავარანგელოზები იყვნენ რომ მთავარანგელოზებმა შეიყვანეს ის ტაძარში და აქედან მოყოლებული აი ამ ოჯახმა აი ფასდაუდებელი მართლაც ფასდაუდებელი ღვაწლი გაწია ჯერ გვარში წარმოიდგინეთ რომ ოჯახის წევრებიდან იყო ისლამის ესე ვთქვათ რელიგიის ხოჯა იყო მისი ძმა და აქედან თვითონ მამა სისო ასკი არქიმანდრიტის სისო მისი ძმა ახლა მე სასულიერო პირი ზმისშვილი სახელმწიფო ამბასილი რომელიც ფერისცვალების ტაძარში მსახურობს დის შვილი რომელიც ახლა მამა ილია ვარშანიძე რომელიც წმინდა ბარბარეს ტაძარში მსახურობს ასე რომ მთელი გვარი მოაქცია ამ ადამიანმა თუმცა თავის მოგონებებში ამბობს რომ ხშირადო ადიალას ვაფარებდიო ფანჯრებს რომ სანთელი არ დაენახათო მეზობლებსო ისე იმდენი შეურაცხყოფები მოდიოდა ეს სოფლის ესე ვთქვათ დღევანდელი ენაზე ვთქვათ გამგებელი იყო თავის დროზე მაგრამ აი როდესაც ის მოინათლა გახდა ქრისტიანი აშკარად მიდიოდა ხალხში და ლაპარაკობდა ქრისტეს შესახებ და ამის გამო უამრავი დამცირება შეურაცხყოფა ნათესავებისგანაც მეზობლებისგანაც უამრავი დაითმინა და
უნდა გითხრათ, რომ აი ღამით თბილისის მატარებელზე დადგებოდა ღამით იქვე მატარებლის კარიდორში ქუთაისამდე ჩაყვებოდა, რომ წირვაზე დასწრებოდა. და მე უკან მოყვებოდა ისე ჩუმად, რომ დილას ორშაბათს ისე გასულიყო სამსახურში, რომ წირვა არ გაეცნი, წირვა არ ქონდა გასდენილი. იყო დიაკვანი, იყო პატრიარქმა აკურთხა, დიაკვანი სევერიანი. ძედი იყო დიაკვანად, მე დიაკვანად. და ხშირად სტუმრობდა პატრიარქს მე, როდესაც პატრიარქი გახდა ილია მეორე, უკვე თბილისში ხშირად სტუმრობდა და მეუფე დიმიტრი ხშირად მიიხსენებს ძალიან თბილად, როდესაც ძალიან მიხაროდა, როდესაც მოდიოდა მამა სევერიანი ჩვენგან, რომ ციტრუსი მოქონდა პრობოთ. ხოლო მიხაროდა ბავშვებს, რომ მისი გამოჩენა, რომ განსაკუთრებული სითბოთი პრობოდა ყველას და მართლაც უკვე მეუფის ძალისხმევით, რა თქმა უნდა, წმინდა სევერიანი აჭარელი იქნა დადგენილი, რა თქმა უნდა, ყველა ესე ვთქვათ ისტორია, რაც მის შესახებ იყო, სინოდმა განიხილა და მიიღო წმინდათა დასში იქნა აყვანილი წმინდა სევერიანი და მადლობა უფალს, რომ ჩვენს კუთხეს ახალი ფაქტიურად თანამედროვე მამა გაბრიელის თანამედროვე აჭარელი წმინდანი ყავს. ასე რომ ჩვენს კუთხეში ეს მომენტი შინაგანი დამოკიდებულება და სწრაფვა ქრისტესაკენ ყოველთვის იყო ეს. ფარულად საუკუნეების განმავლობაში მოიხსენებათ, რომ სამი საუკუნე არ არის პატარა დრო, ეს არის თაობები, რომელმაც ეს თქვათ ბევრი რამ გადაიტანეს და დღემდე მოიტანეს და ფაქტი დღევანდელობისა ზუსტად ეგ არის, რომ დღეს ჩვენს კუთხეში, მარტო ჩვენს ეპარქიაში 70-ზე მეტი სასულიერო პირი არის, უამრავი ტაძარი აშენდა და შენდება, კიდევ მშენებარი არის მონასტერი ფუნქციონირებს რამოდენიმე და გარდა ამისა არ შეიძლება მეუფე დიმიტრის ძალიან დიდი ზრუნვა ამ კუთხის მიმართ, ძალიან დიდი არის მისი თაოსნობით უამრავი სასწავლებელი პირველი საქართველოს პირველი სასულიერო გიმნაზია სწორედ აჭარაში გაიხსნა. ჯერ კიდევ კომუნისტები არ იყო გადასული 80-იანი წლების ბოლოს პირველი სასულიერო გიმნაზია გაიხსნა აჭარაში. ეს იყო რაღაც ასე ვთქვათ იმდროინდელ საგანმანათლებლო სივრცეში რაღაც გარღვევა იყო, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მეუფეს მღვდელი იყო, მამა დავითი გახდათ, როდესაც მისი უშუალო თაოსნობით მოხდა ჩამოყალიბება პირველი სასულიერო სასწავლებლისა, სკოლისა. ამის შემდგომ უკვე ფაქტიურად რამოდენიმე სკოლა გვაქვს, რამოდენიმე ბაღი არის, ფუნქციონირებს სასულიერო ბაღი, რომელიც ფაქტიურად ქმნის უკვე აქ როდესაც ბავშვები ბაღიდან პირდაპირ სკოლაში, გიმნაზიებში უკვე მიდიან და ამ კონტინგენტს, რა თქმა უნდა, სკოლის კონტინგენტი ფაქტიურად ბაღიდანვე იწყება ბავშვების ქრისტიანული ჩამოყალიბება და აღზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მეუფეს ძალისხმევით ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმე ძალიან ყურადღებით და ძალიან ასევე გვაქვს სემინარია, სასულიერო სემინარია ბათუმში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება არის მოხუცებულთა სახლი, რომელიც ასევე მეუფე დიმიტრის თაოსნობით ჩამოყალიბდა. დღესდღეობით 100-ზე მეტი მოხუცებული ცხოვრობს ამ სახლში და მომავალში იგეგმება უფრო დიდი მოხუცებულთა სახლის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე გამზადებულია, საფუძველი ჩაეყარა და ძალიან
არა მარტო ჩვენი კუთხისთვის, არამედ იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ისეთი მოხუცებულები, რომელსაც უკვე არავინ არ ყავდა პატრონი ფაქტიურად ჩამოგვიყვანია და ჩვენთან ასე ვთქვათ თავისი ბოლო წლები ასე ვთქვათ წყნარ და მშვიდ გარემოში გაუტარებია ფაქტიურად აი ამ მოხუცებულთა სახლში არის ეკლესია, სადაც მოხუცებულები თავისთავად ეზიარებიან და მათთვის ესე ვთქვათ ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ მიიღონ ყველანაირი დახმარება, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. რა თქმა უნდა, დავბრუნდები ისევ საიდანაც დავიწყე. ჩვენი კუთხე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ მატათა მოციქულის საფლავი ჩვენთან არის და ძალიან დიდი სურვილია იმისა, რომ აი ამ მატათა მოციქულის ხსენების აღნიშვნა უფრო დიდი მასშტაბებით მოხდეს და ამაში უნდა ჩაერთოს მთელი ქვეყანა, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამხელა მოციქულის საფლავი ქონდეს და ისე იყოს, ასე ვთქვათ, უყურადღებოდ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვინაც ისტორია იცის, მოდიან და ეძებენ სად არის მოციქულის საფლავი. და ბევრი ადამიანი შეიძლება არც იყოს ჩამოსული და არც ჰქონდეს ნანახი. აი თუნდაც საქართველოსთან ჩვენი ცხოვრებდეს ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ერთგვარი უპატივცემულობაც არის მოციქულისა და მისი წყალობა გვაქვს, მისი მეოხება გვაქვს ღვთის წინაშე და ეს რა თქმა უნდა უფრო დიდი მასშტაბებით უნდა ამის სურვილი არის რა და რა თქმა უნდა მადლობა ყველას, ვინაც ის შემეცნების ტაძარი შექმნა და გვიმედოვნებ, რომ ახლა ხშირად უფრო მაინც დღესდღეობით ფართო მოხმარების საგანია ინტერნეტი და ამით მაინც შეძლებს ბევრი ადამიანი გაიგოს, რა თქმა უნდა, ამ კუთხეზე ბევრი რამ. იმიტომ რომ თემა ახლა მარტო ერთი შეხვედრით, რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურავთ ამას, იმდენი დეტალი არის და იმდენი სასაუბრო ბევრ რაღაცებზე, იმდენი ისტორიებია მარტო აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არის მარტო 180,000-მდე დოკუმენტი არის შენახული აჭარისთან დაკავშირებით, სწორედ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, დოკუმენტალური მასალა არის მარტო შენახული იმ კუთხის შესახებ, რა გამოიარა ამ კუთხემ და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომ დღესდღეობით მეუფე დიმიტრის როცვა-კურთხევით აჭარა, ასე ვთქვათ, კერძოდ ჩვენი ეპარქია არის ხალდის ეპარქიაც, მეუფე სპირიდონი შემზვანელობს, რა თქმა უნდა, იქაც მომრავლდნენ სასულიერო პირები და მთიანი აჭარისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათი სრულმაც ასევე მაღალმთიან აჭარაში არის გახსნილი უნივერსიტეტი შუახევის რაიონში, რომელმაც ასევე დიდი საქმე გააკეთა მთიანი აჭარისათვის ფაქტიურად გარკვეული აი ამ ხელი შეუშალა ამ ახალგაზრდების გადინებას თურქეთში უნივერსიტეტის გახსნა ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ეს, რომ ფაქტიურად ბევრი ახალგაზრდას მიეცა საშუალება, რომ აი ესეთ მოწესრიგებულ გარემოში, თავის კუთხეში, თავის ადგილზე, თავის ასე ვთქვათ, მიეცეს მას საშუალება, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება და
უკვე თავისი ესე ვთქვათ რესურსი, ბუნებრივი ადამიანური რესურსი ისევ თავის ქვეყანას და თავის კუთხეს მოახმაროს. მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ყველა ესეთი დაწესებულება, რომელიც არის განათლების სისტემასთან მიბმული და დაკავშირებული, ეს უთუოდ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს კუთხის, ასე ვთქვათ, მომავლისათვის და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენთან და მადლობა ღმერთს ამისათვის. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. დავიწყოთ რაღაცა და რაღაცა. კითხები თუ გქონდა? კი ბატონო. შემიძლია. მეგობრებს, დიახ. აი, რამდენად ძლიერია მეხუთე კოლონია. თურქეთის მეხუთე კოლონიაზე გულისხმობ აჭარაში. ამჯერად, აი ამ პერიოდში. საინტერესო კითხვა. ბატონო, ეს ესე ვთქვათ ესეთი აქტუალურიც. მტკივნეული საკითხი არის. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს ესე ვთქვათ ისევ და ისევ ხდება ფარული ექსპანსია, ესე ვთქვი. იმიტომ რომ ამის დამალვას ასე ვთქვათ არანაირი აზრი არ აქვს, მაინც უნდა ვიცოდეთ ყველა. ამიტომაც საჭირო არის მთლიანი საქართველოს ჩართულობა ყველაფერში, რომ ურთიერთობა, რომელიც ასე ვთქვათ დეფიციტსაც განიცდიდა ყოველთვის აჭარის მოსახლეობა საქართველოსთან, სხვადასხვა კუთხეებთან. ამის ასე ვთქვათ რაღაც პრეცედენტი უნდა შეიქმნას იმისა, რომ ეს მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება სხვადასხვა ასე ვთქვათ წრეების სახით, რომ ასე ვთქვათ უფრო მეტი ესეთ აქტიურობა იყოს აჭარის იმ განსაკუთრებით ზემოთიან აჭარის სოფლებთან ურთიერთობაში, ახალგაზრდებთან ურთიერთობაში, თუნდაც მათი ასე ვთქვათ როგორც გაცნობის სახით უფრო ხშირი, იმიტომ რომ ყოველთვის ჯერ იყო და თურქები ასე ვთქვათ კეტავდნენ და ჩაკეტილი ჰქონდათ ეს ურთიერთობა. მერე რუსეთმა თავისი იმპერიალისტური ასე ვთქვათ წყობიდან გამომდინარე არ მისცა საშუალება ადამიანებს ამ ურთიერთობისა. მერე კომუნისტები მოვიდნენ და თავისთავად კიდევ ისედაც გადაკეტილები იყვნენ, ასე ვთქვათ საზღვრები, შიდა საზღვრები იყო, რომლითაც ნაკლები ურთიერთობა და ამიტომ ყოველთვის მეტი დრო რჩებოდა მათ თურქეთთან ურთიერთობის და ისევ იმ კავშირების ესე ვთქვათ გაძლიერებისა, ვიდრე აქ საქართველოსთან. ამიტომ ამას გარკვეული ესე ვთქვათ პრობლემა არსებობს ამისა და ამაში რა თქმა უნდა ერთობლივად ყველა უნდა ჩავერთოთ, არა მარტო სასულიერო პირები, არამედ ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რა თქმა უნდა ფაქტიურად აი იმ სოფლებთან, რომლებიც გარკვეულწილად საზღვრისპირა სოფლები არის და გარკვეულწილად აქ ცდილობენ ისინი ფეხის მოდგმას, ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია სიყვარულით ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, დავძლიოთ და ამას არანაირი განსაკუთრებული საშუალებები არ დაჭირდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ ადამიანებთან ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობაში ვართ და ძალიან მინდა მეტის გითხრათ, რომ უამრავი ადამიანი გადმოდის თურქეთიდან და ინათლება. თურქები რა? დიახ, თურქები, ეროვნებით თურქები. აი მაგალითად ახლა 2 დღის უკან ვიყავი მონასტერში, სადაც თურქი გოგონა დამხვდა ქრისტიანი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში დედაოსთან ცხოვრობდა ჩვენთან ქართულ მონასტერში და მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი იყო, ტრანსლეიტით ხდებოდა მათი ურთიერთობა და საოცარი ის იყო, რომ ესეთია. რა დააფეს? მონათლისფერი. მარიამი. ხო,
ხო და ესეთი ანთებული ბავშვი არის, რა ვიცი, ისეთი დაბეშტილება დატო ამ ბავშვმა, რომ ყარსიდან გახდათ და დაახლოებით 20 კაცი ვართ თვითონ ქალაქშიო, ჩვენო ქრისტიანებიო და სტამბოლიდან ჩამოდისო მღვდელიო, მართლმადიდებელი მღვდელიო ჩვენთან და ქირაობთო ბინასო და იქ ვატარებთო წირვებში. ესე ხო, ყარში. ხო და იქ წირავთო და საოცრად მოწესრიგებული იყო ესეთი ანთებული ბავშვი იყო ქრისტიანობისთვის, რომ ბოდიშიც კი მოგვიხადა, რომ ჩემი ერის სახელითო გიხდითო ბოდიშო, ასეთი ამდენი ტკივილი მოგაყენეთო. საოცარი ის იყო მომენტი ეს, რომ ასეთი ბევრი არის ეს სხვათა შორის, ძალიან დიდი ინტერესით არის გამშვალული ქრისტიანობის მიმართ და სურვილი აქვთ, რომ და ინათლებიან და აქვთ მე ურთიერთობა ხშირად გადმოვიდა აქ. ასე დაზუსტებით ალბათ ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით 40%-ამდე მაინც იქნება. ძირითადად ის. იმიტომ რომ ვინც ქალაქთან ახლოს არის, ვინც უფრო მეტი ისე თქვათ აქტივობით კომუნიკაცია დიახ, თუნდაც დედაქალაქთან, თუნდაც ისა უფრო ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. როცა ფაქტიურად დღიარ გავა რომ არ მოინათლოს ადამიანი, აი მუსლიმანობიდან ქრისტიანობაზე არ გადმოვიდეს, ფაქტიურად ისე არის რა ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც ვიცი, თვითონ თემიც ძალიან ზღუდავს ხოლმე ხო ოჯახიდან. კი, არის, კი, დღემდე არის ესეთი ფუნდამენტური მუსლიმანური ოჯახები, რომლებიც არის, დღემდე ინარჩუნებენ მაგ რეჟიმს, რომ ეს ახალგაზრდებს უშლიან. ძირითადად მაინც გარკვეული ისე თქვათ თაობათა მომენტი არის ისევ შენარჩუნებული, რომ აქ ხშირად პატივისცემის მომენტი იყო ის, რომ მშობელს ვერ გადავაბიჯებ და სანამ მშობელი იქნება თავ შევიკავებ მონათლისაგან და მე არც იქითა არც აქითა ასე თქვათ ორხრივ იმაში არის ხო ზოგი პირდაპირ აკეთებს თავის არჩევანს გასაგებია ბაბაო მე მეხუთე კორონაზე რატო გავამახვილე ესე ყურადღება რაღაცებს ვადებდებ ხოლმე თვალყურ სოციალურ ქსელებში და მათი გამონათქვამები არა მარტო ქრისტიანობის მიმართ არის თრული არამედ საქართველოს მიმართ და აი ეს თუნდაც ოსმალეთის იმპერიის აღდგენას ესენი მიესალმები. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვიზახი, მე ვიზახი რაღაც გარკვეულ საზოგადოებრივ თუ არაფორმალურ თუ ორგანიზაციებზე, რომლებთაც რაღაცები ვკითხულობ და აი არ ჩვევია სტატუსების დაწერა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხოლმე რომ ჩავერთო და რაღაცები. ამიტომაც, აი ზუსტად ამიტომაც ვთქვი, რომ აი ზუსტად ეს ახალგაზრდები გაიყვანონ და მოამზადონ ზუსტად იმისათვის, რომ იმათი ესე თქვათ ცნობიერება შეცვალონ. არა მარტო ესე თქვათ მარტო მუსლიმანური სარწმუნოების ის კი არ გააღვიონ. აი ფაქტი არის ესეთი, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც გარკვეული განათლება და მომზადებული იყო იმისათვის, რომ ის უნდა ყოფილიყო ხოჯა, საკუთარ ნათესავთან პაექრობაში, რომელიც ჩვენი გიმნაზიის მოსავლე გახდათ, ბევრი რამ შეიტყო ჭეშმარიტების შესახებ და გამოთქვა სურვილი და მოინათლა კიდევაც სარფის მონასტერში მამა ეგნატესთან და ყველაფერი ისაუბრა ბევრი რაღაცების შესახებ რისთვის და როგორ ამზადებდა მას სამოღვაწეოდ ასე ვთქვათ მათი კუთხით. ამის შემდგომ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა მას თავის ნათესაობაშიც და ფაქტიურად გარიყეს და გამოაგდეს ასე ვთქვათ იმ წრეებიდან და ერთ პერიოდი ესე ვთქვათ მის საშიშროება იყო რომ რაღაც ფიზიკური ზემოქმედებაც გაიწია ასე კი პოლიტიკური მოტივებზეც ისაუბრა. აი პოლიტიკურზე ვამახვილებ ბაბო ყურადღებას. დიახ, იმას ხო არავის არ ვაძალებთ. ამას ყოველთვის თურქეთის მხრიდან ყოველთვის ამას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა. ეს არ არის
ეს არის შეგნებულად რელიგიურასთან ერთად, იმიტომაც იყო ეს პერიოდი. ხო, აი რო ითხოვდნენ დიდი მეჩეთის აშენებას და თითქოს რომ ადგილები არ ყოფნი და თვითონ ინციდენტი საქართველოში მსგავს და უმეტესობა მეჩეთებისა, რა თქმა უნდა, დღესდღეობით აჭარაში არის და 180-მდე მეჩეთი არის საქართველოში. უმეტესობა აქედან აჭარაში არის. ხო, არც თითქმის ზემოთიან სოფლებში, თითქმის ყველა სოფელში მეჩეთი არის. არანაირი პრობლემა ის არა, რომ ადგილი არ ყოფნით, მაგრამ არ აყავთ იმდენი კონტინგენტი. შეგნებულად ვნიან იმით იმას ილუზიას. ხო, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ფეხი ესე ვთქვათ, მოეკიდათ ამ კუთხითაც, რომ გაემართლებინათ იმათი იმედები, რომ ძალიან დიდი თანხები რომ შემოდის ახლა ხო გზაში ესე ვთქვათ, ზოგი საკუთარი გამდიდრების წყაროსაც ეგონა ჩათვლი და რომე რაღაც სიებს თუ წარადგენდა დაუშვათ თუნდაც იმ დღესასწაულებზე ხო არიგებენ ხორცს და რაღაცებს და იმდენი გამოვიდათ რომ ესე ვთქვათ ყველა არ იყო ბავშვები ხო არა გამოდიოდა რომ ყველა მოსახლეზე ძროხა უნდა მიეცა ამდენი ფიზიკურად არა თვითონვე გაებენ თავიანთ ესე ვთქვათ ბევრი ამ კუთხითაც არის მაგრამ იმათი მხრიდან ყველა გადადგმული ნაბიჯი რა თქმა უნდა უფრო პოლიტიკურია და ეს რელიგიურ ნიადაგზე რა თქმა უნდა ამის განხორციელება ხდება თითქოს ასე მტკივნეულოდ რელიგიურ რაღაცებზე მაგრამ საფუძველთა საფუძველი რა თქმა უნდა მათი აზრით ისა რომ მათ იპოვიან აქ ხარდამჭერებს ყოველთვის რა თუნდაც ის ფაქტიც რომ სამწუხაროდ წინამთავრობიდან გამომდინარე ამდენ თურქ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭეს ესეც ძალიან სამწუხარო არის იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ესე ვთქვათ საფუძველს აძლევს მათ რომ ხვალდაზე შეიძლება ვიღაც ესე ვთქვათ მათი ისა უკვე გაჩნდეს თავრობის რაღაც მაშინ რაღაც ეტაპზე გამოჩნდეს უკვე მათი დასაყრდენი და თქმა უნდა ეს ძალიან საყურადღებოა ძალიან საყურადღებოა ნახეთ ის ჩემი გვარი არის აჭარი და ზუსტად ძება იმდან არის აჭარი და ეს კობალაძეების გვარი და იქ არის სოფელია თვითონ კობალაძეების და ეს მუსულმანობა მოხდა ჩემი ძინაპარი გამოწამოვიდა იქიდან ესე კობალაურიდან ხარ თქვენ აი არ ვიცი ახლა გვარი და ეს თვითონ სოფელი არ ვიცი რომელია და მაგრამ კობალაძეების სოფელი რო არის ეს ვიცი და იქიდან მე წამოვიდა ეს ჩემი ძინაპარი და ზოგიერთი ნაწილი კობალაძეების დასახლდა გურიაში ზოგი წამოვიდა იმერეთში ზოგი წამოვიდა ქართლში ჩვენები წავიდნენ ქართლში და ცხინვალში დასახლდნენ ჩემი ძინაპარი ნაწილი წამოვიდა კიდე აფხაზეთში და ასე გადანაწილდა ეს გვარი სხვადასხვა თვლიან თელავში და ჩვენ ცხინვალში დასახლდა ჩემი ძინაპარი და იქ ჩემი დიდი ბაბუ ასე ვთქვათ იყო კურნალობდა იმით ბალახებით და სოფლებში დადიოდა და კურნავდა ხალხს ამ ბალახებით და ასე დავჭით მე ხარ კი იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ რომ ორი პერიოდი იყო ერთი პერიოდი როდესაც აი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადავიდა რომ მუსლიმანობა არ მიიღოთ და მეორე უფრო მძიმე მომენტი იყო მუხაჯირობისა როდესაც ისინი თურქეთში უფრო შიგ შევიდნენ თურქეთში შიგ დასახლდნენ ეს რომელი საუკუნეებია რომელიც ნაწილი ჩვენ ალბათ იმას გამოვყვებით ხო ეს არის დასაწყისი მე 16 და მე-17 კი 16 და მე-17 საუკუნეებია როდესაც დაიწყო ეტაპობრივად აჭარის გამოსლიმანება და ასე ვთქვათ ერთი კითხვა მეცხოვთ აი მოციქულზე ისაუბრეთ კი ეხლა ქართველებს ძალიან გვიყვარს წასვლა ათონის მთაზე საფრანგეთში იტალიაში და კარგია და ანუ რაზეა საუბარი ქრისტიანებმა და ეთაპანებით მაგრამ მე ძალიან ისეთი არაინფორმირებული ვიყავი ამ ხერხად თქვენაც მოგისმენთ არც ვიცი
აი მოგვიყევით ამ მოციქულის მოციქული. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ეს თქვენ სწორედ ისაუბრეთ. მეუბნა რომ გაიგოს ვისაც ეს ეხება, ხო, აი აქ რაღაცა შეიძლება ტურისტული ეს ნაკადიც უფრო გაგვივდეს და ადგილობრივი ქართველობას უფრო დაიძრას ეს. ზუსტი ადგილი ვიცით სადღაც გაგზავნეთ. ხო, იმიტომ ეგ მე ზუსტი ადგილი არა. მოგვიყევით, რა, ის. ზუსტი ადგილი არ არის, მაგრამ დაზუსტებული ცნობებით არის გონიოს ციხეში. სადაც გაკეთებული არის ნიში. ძალიან მოშე. აი მაგაზე არის საუბარი დიდი ხანია უკვე ჩვენ ძეგლთა დაცვასთან გარკვეული პრობლემები არისო თითქოს ეს ასე ვთქვათ კვლევის საგანია კიდევ გონიოს ციხე და იქ გათხრები ხდება ხშირად ყოველწლიურად რაღაცები ხდება თუმცა ბევრი ასე ვთქვათ მიზეზი არის აღმოჩენილიც არის ბევრი ქრისტიანული ასე ვთქვათ ისტორიული დეტალები რომელიც თქვა ადასტურებს რომ იქ ერთ დროს ასე ვთქვათ ქრისტიანული ცხოვრება იყო მატათა მოციქული არის ერთ-ერთი 12-დაგანი მოციქული რომელიც იუდა მოციქულის ნამდვილად იქნა არჩეული რომ ის 12 რიცხვი შევსებული იყო და ანდრია მოციქულთან და სიმონ კანანელთან ერთად იმოგზაურა აჭარაში და იქადა აჭარაში ქრისტიანობა რომელიც დარჩა აჭარაში და აღესრულა მოწამეობრივად აქ და იქნა დაკრძალული როგორც სიმონ კანანელი არის სოხუმში ასე რომ ორი მოციქული ფარველობს ხო სამწუხაროდ ერთთან ვერ ვახერხებთ ჩვენ მისვლას იმიტომ რომ საზღვრები არ გვაძლევს ამის საშუალებას დღესდღეობით ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური მდგომარეობა მაგრამ მათათა მოციქულთან საზღვრები დაკეტილი არა ამიტომ უნდა მოვიდეთ ამიტომ უნდა მოვილოცოთ ამიტომ უნდა პატივი მივაგოთ როგორც ეკადრება ერთ-ერთი უდიდესი მოციქული. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამითაც მნიშვნელოვანია საქართველოში იმ სიწმინდეებთან ერთად რასაც ჩვენ ღვთისწყალობით ფლობთ და მოგვეცა ამის ასე ვთქვათ საშუალება რომ გქონოდა და ამის პატივი მოგვეცა უმეტეს წილად ეს პატივია ჩვენთვის იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქრისტიანული ჩვენი ქართული პასუხისმგებლობა იმისა რომ ჩვენი დამოკიდებულება სარწმუნოებასთანაც უნდა იყოს განსაკუთრებული და ყველა მიზეზი გვაქვს ჩვენ იმისა რომ უფრო ესე ვთქვათ მტკიცენი ვიყვეთ ჩვენს რწმენაში და რა თქმა უნდა არა გვაქვს უფლება რომ უღირსად მოვიქცეთ და რომ ჩვენ ძალიან დიდი მფარველობა გვაქვს ჯერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა მერე უფლის კვართისა რომელიც რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სიწმინდეა მსოფლიოში რომელიც ისევ ჩვენთან ინახება და მათ შორის რა თქმა უნდა მოციქული ერთ-ერთი გამორჩეული რა თქმა უნდა მფარველობა მოციქულისა რომელიც ჩვენთან არის და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც საქართველოსთან რაღაც უნდა ფიქრობთ დიდი ხანია ვფიქრობ სხვათა შორის ამის შესახებ ხო ვიცით რომ სიმონ ანდრია პირველ წოდებული და სიმონ კანანელი მაგალითად არ ვიცი აი მოციქული ისიც არის ბავშვი ცოტა გასაძლიერებელი დიახ იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ესე ვთქვათ ცნობადი უნდა გახდეს და ამბობ რომ დღესდღეობით აჭარის ესე ვთქვათ აჭარისადმი დამოკიდებულება უფრო ასე ვთქვათ გარკვეულწილად რაღაც ტურიზმის და გართობის სახით არის და ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი მომენტი არის ჩვენთან რომელზეც არის უფრო მეტად გასამართლებელი ყურადღება იმიტომ რომ თუნდაც პეტრას საეპისკოპოსო რომელიც პეტრას ციხეში არის რაღაც დღეს შემონახული არის ახლა იქა იოან ნათლისმცემლის თავისკვეთის ტაძარი არის
რომელიც შემდგომ უკვე როდესაც პეტრას ამის ესე ვთქვათ გარკვეული ამის დაშლის შემდგომ ხინოწმინდა აიღო და ხინოწმინდა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი კიდე რომელიც ძეგლი არის შემონახული მე-9 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი არის ასევე ბევრმა არ იცის და ძალიან ფოტოშოპის ახლა უკვე ადრე ძალიან ესე ვთქვათ პირობებიც არ იყო მოწესრიგებული არ იყო გზა რომ მისულიყო ადამიანი და მოელოცა ესეც მეუღე დიმიტრის ძალიან დიდი დამსახურება ხინოს აღორძინების საქმეში უდიდესი ღვაწლი აქვს მოუღეს რომ მისი ძალისხმევით დაიწყო აი ამ სამონასტრო მართლა უძველესი სამონასტრო კომპლექსის ესე ვთქვათ ფერზე დაყენება 2000 წლიდან მოყოლებულ 1000 წელს პირველი ესე ვთქვათ სახლი დაიდგა ტაძარი გაკეთდა აი ამ სახლში და აქედან დაიწყო უკვე მონასტერმა ფუნქციონირება და დღეს უკვე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მთლიანობაში და ღვთისმადლით სახელმწიფომ დააფინანსა სხვათა შორის იმ ძველი ტაძრის აღდგენა და აღდგა ღვთისმადლით. თუ წარმოვიდგენთ იმით რომ მოხდებოდა იმდენად სავალალო მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ სწორედ თურქეთის ექსპანსია როდესაც მოხდა აჭარაში, ერთადერთი სწორედ ეს კუთხე ქობულეთი და სწორედ ეს ხეობა ასე ვთქვათ კინტრიშის ხეობა ინარჩუნებდა გარკვეულ დამოუკიდებლობას ბოლომდე თითქმის სულ ბოლო რომ ძალიან მიუვალი ხეობა არის ჩაკეტილი ხეობა არის ეს არის გამყოფი ხეობა აჭარა-გურიისა ხო ერთი კუთხიდან გომის მთაზე გადადიხარ და შემოქმედში ჩადიხარ მეორე კუთხე შუახევში შუა ხეობა არის საოცარი სხვათა შორის ძველი სამეფო გზა გადიოდა იქიდან ასე ვთქვათ მეფეები ძველი გზით ხიხანისაკენ მიდიოდნენ სხალთის ხეობაში გადადიოდნენ და ამის შემდგომ მონაცემებით ხინოწმინდელი ეპისკოპოსი დიდხანს ესე ვთქვათ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას ამ ხეობაში და შემდგომ ესე ვთქვათ შიდა გამცემების თქმა ისე დახმარებით მოხდა მაგის გარეშე როგორ იქნება ხო და მაგის გარეშე როგორ შეიძლება ისტორია მე შემოქმედში გადმოვიდა ასე რომ აქაც უამრავი სხვათა შორის რამოდენიმე წლის უკან აღდგომა დღეს საოცრად გამოჩნდა მთელი ესე ვთქვათ გარდაცვლილი ადამიანის ნიშნი რომელიც პირდაპირ აღდგომა დღეს თითქოს ამოვიდა საფლავიდან ისე გამოჩნდა ყველაფერი უცნობი რა თქმა უნდა უსახელო უამრავი ფაქტიურად ერთი ბარის პირზეც რო შეხვიდე ძვლები იყო და ეთყობოდა რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი ერთ ადგილზე მიაყენეს და დახოცეს. ხო, იმ ხეობაში, ტაძრის ეზოში თვითონ ტაძრის შემოგარენში და ერთ-ერთი ეს მთელი სხეულით, ესე ვთქვათ, ტაძრის კუთხეში ეთყობა დასაფლავებული იყო. როი პატარ-პატარა ის რომ ამოვიღეთ ნიცა, გამოჩნდა ადამიანის, ესე ვთქვათ, პირდაპირ სხეული და ეს ყველაფერი შენახული არის და ღვთისმადლობით ალბათ სულ მალე ვიზეიმებთ აი ძველი ტაძრის ხელახლა კურთხევას უკვე მიდის შიდა სამუშაო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ისის თავის კვეთისა 11 სექტემბერს დადგინდა ხინოწმინდობა დღესასწაული რომელიც არის დღესასწაული შეტანილია კალენდარში საეკლესიო კალენდარში ხინოწმინდობა მოხდეს და მოციქულის ეს არის ატათა მოციქულის ეს როგორ შეიძლება რომ აღმოაჩინოთ აი რაღაცა ვიდა ადგეს ხო აი სამონასტრო ცხოვრება წერაში გვიერია ხო მერტისყავლობით როგორც მთლიანად საქართველოში სამონასტრო ცხოვრებაც ასე ვთქვათ ფეხს იდგამს აჭარაშიც
გვაქვს რამდენიმე დედათა და მამათა მონასტრები და მონაზვნები, აბერები, ის სამების ტაძარიც მონასტერი. სამების ტაძარი დედათა მონასტერი. სარფში არის დედათა მონასტერი და მამათა მონასტერი. თვითონ ბათუმში ქალაქში არის ფერის მამათა მონასტერი. აგარაში არის ჯვართამაღლების მამათა მონასტერი. არის სიონის მთაზე მამათა მონასტერი. ამას საოცარ ტრადიციას ჩაეყარა სხვათა შორის რამოდენიმე წელია მეუფეს ლოცვა-კურთხევით ჩვენ მარიამობას დაიწერა აჭარის მფარველი ხატი მიძინების ღვთისმშობლის მიძინების დღეს 27-ში ჩვენ ვიწყებთ მსვლელობას საკათედრო ტაძრიდან და მივიმართებით ადრე ესე ვთქვათ თურქული სახელი ქონდა ამ მთას ახალშენში არის მთა ყველაზე მაღალი მთა არის ყველაზე ახლოს ზღვასთან და ყველაზე მაღალია 900 მეტრო ზღვის დონიდან იქვე აი ხულო არის 850 მეტრო და იქ 900 მეტრო არის ზღვის დონიდან ახალშენის თავზე ალიშას მთა ერქვა ასე თურქული სახელი იყო რომელსაც ეწოდა სიონის მთა და აშენდა მამათა მონასტერი და მიძინებას ესე ვთქვათ მიძინების დღესასწაულზე ფეხით 27-ში რევთან ერთად მსვლელობა გვაქვს ამ ხატთან ერთად რომ მორიგეობით ყველა ვინც მონაწილეობს მსვლელობაში ამ ხატს ატარებს ბოლომდე და იქ ღამისთების წირვა გვაქვს მე ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა მეუფის ლოცვა-კურთხევით რომ ეს ხატი ითვლება მფარველად აჭარის მფარველ ხატად ითვლება და ასე მსვლელობით გვაქვს ყველაფერი აგვისტო ესე თქვა დატვირთული გვაქვს მსვლელობებით ჯერ მატათა მოციქულის საფლავზე რომელ აგვისტოს არის 21-ში გიორგიში მადლობა თქვენ აჭარაში მოღვაწე მამებს რასაც აკეთებთ ჩვენი ძველი კუთხისთვის და იქაური მოსახლეობის მადლობა დღევანდელი ლექციისთვისაც შეკითხვა მაქვს ესეთი აი თქვენ ბათუმის სოფელ ვახსენეთ და კომუნისტების დროს ბევრი ტაძარი დაინგრა აი ამაზე ინფორმაცია დიახ ძალიან ბევრი ტაძარი დაინგრა და ბათუმში აი დაინგრეული ტაძრის აღდგენა მოსავსი რა მადლობა ერთადერთი რაც გარკვეული პერიოდით იყო დაკეტილი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ისევ ბათუმლების თაოსნობით იქნა ესე ვთქვათ ნებართვა რომ გახსნილიყო და აღდგენილიყო წირვალოცვა ამ ტაძარში 46 წელს განახდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მსახურება გარკვეული ხნით იყო დაკეტილი ეს ტაძარიც საწყობი იყო ბევრი ტაძარი დაინგრა სხვათა შორის აი როგორც გითხარით რომ გრიგოლი ვოლსკის საფლავი სადაც თვითონ მისი თაოსნობით დაიწყო ეკლესიის მშენებლობა ის 1929 წელს დაინგრა ეკავრობა იქ სასაფლაო იყო და ის სასაფლაოც ფაქტურად იმ ადგილზე ახლა საცხოვრებელი სახლი აშენებული სასაფლაო იყო იქ და იმ სასაფლაოც ფაქტურად სასაფლაოზე ააშენენ სახლები რა და ამიტომ დავკარგეთ გრიგოლი ვოლსკის საფლავის და არ ვიცი დამხელა გამოჩენილი ადამიანის საფლავის სად არის იყო მთავარანგელოზების ტაძარი რომელიც ასევე იქნა დანგრეული და ორი ტაძარი იყო რომელიც ეს სამების ტაძარი რომელიც არის სასაფლაოზე ფერის სასაფლაოზე ის დიდი წმინდა სამების ტაძარი რომელიც განახლდა ეხლა მონასტერი რომ არის ის დანგრეული იქნა ის უფრო ადრე დაინგრა რუსეთ-თურქეთის ომის დროს იქნა დანგრეული იგი და მე ვერ მოხერხდა ვერაფერი აღდგენა ბოლოს მეუფედიმეტის ლოცვა-კურთხევით იქნა აღდგენილი და დასრულებული როგორც სამონასტრო კომპლექსი და მონასტერი ძველი ტაძრებიდან ეს ფაქტურად ქალაქში არაფერი შემორჩენილა და ისევე როგორც ახლა რატომ მინდა აღნიშნო ბერძნების მოღვაწეობა
აჭარაში, იმიტომ რომ მათი უშუალო დახმარებით აი ამ გარეუბნებში ქალაქის შემოგარენში რამოდენიმე ტაძარიაში აშენებული, ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში მათი უშუალო თაოსნობით იქნა აშენებული ეს ტაძრები და ფერისვალების დაგვის ორი ერთი კონსტანტინე დენინის სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის ტაძარი არის მათი უშუალო ჯარებით და დახმარებით. ძალიან დიდი სათვისტომო იყო ბერძნების, პონტური ბერძნებისა და ძალიან დიდი საქმე გაუკეთეს. მერე როდესაც ესე ვთქვათ დადგა მასი ისე ბევრი გადავიდა და ძალიან ცოტა რაოდენობა მაინც დარჩენილი არის. ახლაც არის სათვისტომო და ხშირად ჩვენ ასე ვთქვათ მათი ასე ვთქვათ განსაკუთრებული დამოუკიდებლობის დღესაც, გენოციდის დღესაც აუნიშნავთ ტაძარს პანაშვიდს პარაკლეს ვიხდით ხოლმე იკრიბებიან ერთად და მოდიან აუთ ურთიერთობები დღემდე იქაურ ბერძნებს და ახალ ბერძნებს ერთმანეთთან. ქართულენოვანი ბერძნები არიან. დიახ. წარმოუდგენელი როლი აქვს მაგის მართლმადიდებლობის განვითარებაში. თუნდაც აი ქალაქის თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაშინ გამოხატეს ქართველების მიმართ, რომ ქართველი ამგებელი და ქართველი მიერი ყოფილიყო ბათუმში. თორე სხვა მითხარით, რომ სომხები ძალიან იბრძოდნენ იმ დროისთვის ბათუმის მმართველობა აიღო არ გამოვიდა აი ამაში. მადლობა დიდი. შენდობას ვიყავ,